იყო და არა იყო რა, იყო ერთი დიდი, მრგვალი, კეთილი, ზრუნველი და ცოტათი დაღლილი პლანეტა, რომელსაც დედამიწა ერქვა. ეს არ იყო უბრალო პლანეტა. ეს იყო მზის გარშემო მოცეკვავე საოცარი ბურთი ცისფერმწვანე ფერებში, სადაც სიცოცხლე ყვაოდა. დედამიწას უყვარდა თავისი ტყეები, მთები, ზღვები, ადამიანები, ცხოველები, ფრინველები, მწერები, მცენარეები. მას ასეთი წესი ჰქონდა. ყოველ დაბადების დღეზე, 22 აპრილს, ის რომელიმე ქალაქს აირჩევდა ხოლმე და იქ ჩადიოდა სტუმრად. წელს კი თბილელეთის ჯერი დამდგარიყო. თბილელეთელებო, თბილელეთელებო, წერილია დედამიწისგან. დაფრინავდა პოსტალიონი ჩიტუნა ლულუ და ახალ ამბავს ატყობინებდა ყველას. რა წერია ჩიტუნა? წაგვიკითხე, ძალიან გვაინტერესებს. უთხრა ჩიტუნას ბაჭომ. იცით, წელს თავის დაბადების დღეზე დედამიწა თბილელეთს ესტუმრება, თქვა ლულუმ. ბაჭომ ახალი ამბავი ყველას გაუზიარა. თბილელეთში დიდი სამზადისი და ფუსფუსი დაიწყო. პატარა ამბავი იყო განა, ამხელა ვებერთელა დედამიწა მათთან უნდა ჩამოსულიყო სტუმრად, თან თავის დაბადების დღეზე. პაკო, დრაკუ და კუდა ისხდნენ, ბუშტებს ბერავდნენ და ტყეს ალამაზებდნენ. ჭიკჭიკაც მათ ეხმარებოდა. რა მაგარი ამბავია, სულ ვოცნებობდი დედამიწის გაცნობაზე, ამბობდა კუდა. მოდი კუდა, ბევრი ბუშტი დავბეროთ. წარმოიდგინე, როგორ გაუხარდება დედამიწას მორთულ ტყეს რომ იხილავს, თქვა პაკომ. კიდევ გავბეროთ, არ დაგვეზაროს, რაც უფრო მეტი ბუშტი იქნება, მით უფრო მეტად გავახარებთ იუბილარ დედამიწას, ამბობდა დრაკუ. დათუნია ბელოს დედიკომ გადაწყვიტა დედამიწის დაბადების დღის ტორტი გამოეცხო. ცხობა მისთვის ყველაზე სასიამოვნო საქმიანობა იყო. აცხობდა მთელი გულით და ღიღინით, ამიტომაც მთელს თბილელეთში მისნაირ გემრიელ ტორტს ვერავინ აკეთებდა. ზიზიც ფიქრობდა, უნდოდა რაღაც განსაკუთრებული გაეკეთებინა და ბოლოს გადაწყვიტა ყვავილების გვირგვინების დაწვნა დაეწყო და ასე გაელამაზებინა ყველასთვის დედამიწის დაბადების დღის დღესასწაული. ბუჯუსაც ძალიან უხაროდა დედამიწა მათთან რომ გადაწყვიტა დაბადების დღის აღნიშვნა. ის ფერთა პალიტრას აზავებდა და ნახატებს ხატავდა, რათა ტყეში დედამიწისთვის საინტერესო გამოფენა მოეწყო. ვარსკვლავიცით ჩამოფრენილიყო, იცით? ის თვალს ადევნებდა ბუჯუს საქმიანობას. თან იმაზე ფიქრობდა, რომელი მელოდია დაეკრა თავისი საყვარელი ვიოლინოთი დედამიწის გასახარებლად. ყველა ფუსფუსებდა ბაჭოს გარდა. ბაჭო იჯდა, არ იცოდა რა ექნა, ფიქრობდა და ფიქრობდა. სურდა რაიმე განსაკუთრებული გაეკეთებინა დედამიწისთვის, მაგრამ ვერადავერ მოეფიქრებინა, თუ რა იქნებოდა ეს საჩუქარი. იჯდა და ფიქრში იმდენი დრო გავიდა, უცებ მის წინ დედამიწა გამოჩნდა. გამარჯობა ბაჭო, რატომ მოგიწყენია? კითხა დედამიწამ. დედამიწამ, ნუ თუ ეს შენ ხარ, გილოცავ დაბადების დღეს. როგორ გელოდი იცი? მეც მინდოდა რაიმე განსაკუთრებული გამეკეთებინა შენთვის, მაგრამ იმდენი ვიფიქრე, ფიქრში დრო გამეპარა და ამიტომ ვეღარაფერი მოვიფიქრე. მაპატიე დედამიწავ, თქვა მოწყენილმა ბაჭომ. ბაჭო, ჩემთვის ისიც საჩუქარია, რომ შენ ჩემს გახარებაზე ფიქრობდი. სანამ შენს მეგობრებსაც გავიცნობ, მოდი, გამომყევი. მე გეტყვი, შენ რითი შეგიძლია გამახარო ხოლმე არა მხოლოდ დღეს ჩემს დაბადების დღეზე, არამედ ყოველ დღე.
ბაჭო და დედამიწა პირველად ერთ სახლთან მივიდნენ, საიდანაც სინათლე გამოდიოდა. დედამიწამ შეხედა ფანჯარას და ნაზად ჩაილაპარაკა. ბაჭო, შეხედე? ამ სახლში შუქიანთია, იმის მიუხედავად, რომ გარეთ კაშკაშა მზეანათებს. მზე ხომ სინათლეს გვაძლევს და მისი შუქით ოთახები უკვე ნათელი ხდება. თუ ამ დროს შუქს კიდევ ავანთებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ენერგიას ტყუილად დავხარჯავთ. მზის შუქი ხომ სავსებით საკმარისია, არა? თუ ამას გავითვალისწინებთ, მე უფრო ენერგიული და ყოჩაღი ვიქნები. ბაჭო და დედამიწა ისევ გაუდგნენ გზას და ახლა მეორე სახლს მიადგნენ. კარი ღია იყო. შიგნით შევიდნენ და რას ხედავენ? ონკანი ტყუილად არის მოშობული და წყალი მოჩხრიალებს. დედამიწამ უთხრა ბაჭოს. ბაჭო, წყლისაზე უმიზნოდ დატოვება არ შეიძლება. არ უნდა დაგვავიწყდეს ეს, რადგან ამ დროს ეს წყალი ტყუილად იკარგება. ჩვენ ბევრი სუფთა წყალი არ გვაქვს, მას უნდა გაუფრთხილდეთ. იცი, წყლის მოპოვებას დიდი შრომა სჭირდება. სანამ ონკანამდე მივა, ის უნდა გაიწმინდოს და დიდი გზა გაიაროს. ყველა შრომას დაფასება უნდა და ამიტომ წყალი უაზროდ მოშობული არ უნდა დავტოვოთ. ასე ბუნებას ვაზიანებთ. წყალი მდინარეებიდან და ტბებიდან მოდის. თუ ზედმეტს დავხარჯავთ, ცხოველებს, ფრინველებს და მცენარეებს წყალი აღარ ეყოფათ. ასევე, თუ დიდხანს დარჩება წყალი მოშვებული, შეიძლება ის იატაკზე დაიღვაროს და ავეჯიდან ნივთები დააზიანოს. ბაჭომ თავი დაუქნია დედამიწას. ესე იგი, თუ წყალს ტყუილად არ დავტოვებთ მოშვებულს, ამით დედამიწასაც დავეხმარებით და სახლსაც არაფერი დაუზიანდება, არა? დედამიწამ თბილად გაუღიმა ბაჭოს. ხო, ჩემო პატარა, წყალი ძალიან ძვირფასი რამაა, მას გაფრთხილება სჭირდება. ბაჭომ ონკანი დაკეტა და გაიღიმა. ბაჭო და დედამიწა ისევ გაუდგნენ გზას და მიადგნენ ერთ მდინარეს, სადაც ძალიან ბევრი ნაგავი და პლასტმასის ბოთლები ეყარა. დედამიწამ ღრმად ამოისუნთქა და თქვა: ბაჭო, როცა მდინარეში ნაგავია, განსაკუთრებით პლასტმასის ბოთლები, მე ვგრძნობ, რომ ცუდად ვარ, თითქოს ჰაერი არ მყოფნის. პლასტმასი არ იშლება და რჩება წყალში წყობით, იცი? ბაჭომ შეხედა მდინარეში მცურავ ბოთლებს და თვალები გაუფართოვდა. ანუ, როცა მდინარეში ნაგავს ვყრით, ეს ზიანს აყენებს არა მარტო მდინარეს, არამედ ცხოველებს, თევზებს, ფრინველებს, მცენარეებს და შენს? კი, ბაჭო, უპასუხა დედამიწამ. იცი, მდინარეები ცოცხალია. ისინი ზრუნავენ ცხოველებზე, მცენარეებზე და ჩვენზე. ბინძურ წყალში თევზები ვერ ცოცხლობენ. ჩიტებმა და სხვა ცხოველებმა კი შეიძლება შემთხვევით შეჭამონ დატოვებული ნაგავი და ავად გახდნენ. ბაჭომ თავი დახარა და დაფიქრდა. მერე ამაყად წამოდგა და თქვა: მაშინ მე ახლავე უნდა დავეხმარო მდინარეს. მან პატარა კალათი აიღო და ნაგვის შეგროვება დაიწყო. რა ლამაზია სუფთა მდინარე, თქვა ბაჭომ. ახლა აღარავის მივცემ ნებას, რომ ნაგავი მდინარეში ჩაყაროს. მადლობა, ბაჭო, სიყვარულით უთხრა დედამიწამ. შენ დღეს ერთი პატარა, მაგრამ ძალიან დიდი საქმე გააკეთე. ბაჭო, ახლა სანამ შენს მეგობრებსაც გავიცნობ, ერთ რამესაც გეტყვი. შენ ფიქრობდი, რითი გაგეხარებინე. მე მინდა ხე დარგო ჩემთვის. ეს ძალიან გამახარებს. ხეები წმენდნენ ჰაერს და გვაძლევენ ჟანგბადს, სუფთა ჰაერს, რომ ვიცოცხლოთ. ხეები გვაძლევენ ჩრდილს ცხელ დღეებში. ხეები ცხოველების სახლებია. ხეები იცავენ მიწას. ხის დარგვა ჩემთვის ძალიან სასარგებლოა. შენ ამით დამეხმარები, რომ ვიყო უფრო მშვიდი, სიცოცხლით სავსე და ბედნიერი. ბაჭიამ და დედამიწამ ჩარგეს ხე ტრიალ მინდორზე.
ერთმანეთს გაუღიმეს და უკან გამობრუნდნენ. ახლა დროა ჩემი მეგობრები გაგაცნო, დედამიწა. ისინი ისე ელოდნენ შენს ჩამოსვლას აქ. მე მათ შენ რაც დამარიგე ყველაფერს გაუზიარებ, გპირდები, თქვა ბაჭომ. თბილელი თელები დიდი სიხარულით შეეგებდნენ იუბილარ დედამიწას. დედამიწა ძალიან მადლიერი და გახარებული იყო მათი ასეთი დახვედრით. წვეულებამ მხიარულად და ბედნიერად ჩაიარა. ბაჭო მოამბო მეგობრებს თავისი თავგადასავალი. ამ დღის მერე თბილელი თელებმა კიდევ უფრო მეტად დააფასეს დედამიწა. მიხვდნენ იმისთვის, რომ დედამიწა ნაკლებად დაიღალოს, ყველამ ერთად და სათითაოდ უნდა იზრუნონ მასზე, არა მხოლოდ მის დაბადების დღეზე, არამედ ყოველდღე. ჭირია არსად, ლხინი აქა, ქატოა არსად, ფქვილი აქა.